ახლა ვისმენდით მოკლე რეპორტაჟს, რომელშიც ასახული იყო თქვენი მთავარი წუხილები. 3500 ადამიანი უმუშევარი. შეგიძლიათ ჩვენს მაყურებელს უთხრათ უფრო დეტალურად, რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ამ 3500 ადამიანისთვის. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, 3620 ადამიანი არის უმუშევრად დარჩენილი. კომპანიამ პირდაპირ გამოაცხადა, რომ კეტავს მაღაროებს და ასრულებს მიწისქვეშა სამუშაოებს. პარალელურად არ გადის ქალაქიდან, ლიცენზიის მფლობელად რჩება. გადაწყვეტილი აქვს ღია კარიერული წესით გაამრავლოს მოპოვება და უფრო მარტივად შეძლოს მოპოვება და მეტი ფული იშოვოს თვითონ. ხოლო ქალაქი დატოვოს მშიერი და დღეს ზუსტად იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომ 2 თვე და 3 თვე ზოგი შემთხვევაშიც არაუღიათ დაპირებული 60% კომპანიისგან დასაქმებულებს, ძალიან ეკონომიკური კრიზისია და ფინანსური კრიზისია დღეს ჭიათურაში. არ აგიღიათ ის ხელფასი, რომელიც ნამუშევარი გაქვთ. ასე გამოდის, ხო? არა. მოგახსენებთ, 2024 წლის 1 ნოემბრიდან კომპანია შევიდა სპეციალური მართვის რეჟიმში. მან 4 თვით გააჩერა არაუგვიანეს 1 მარტამდე გააჩერა მაღაროების წარმოება, თუმცა იქ გარკვეული ბრიგადები მუშაობდნენ, რომ მაღაროები არ ჩამონგრეულიყო. ყველა საწარმოში იყო რაღაც რაოდენობა ხალხისა, ვინც აკონტროლებდა უსაფრთხოებას მაღაროს სტრუქტურის. გარდა იმათ, როგორც ჩვენ, ასევე მათ არაუღიათ დაპირებული ხელფასი. არის 60%-ზე საუბარი, რომელიც 1 ნოემბრიდან არაუგვიანეს 1 მარტამდე ეკუთვნოდა დასაქმებულებს და ეს 60%, რომელიც შეთანხმებულია, არ დაირიცხა ზოგი შემთხვევაში იანვარი, თებერვალი, მარტი უკვე მთავრდება და ზოგი შემთხვევაშიც თებერვალი და მარტი. რას ამბობს კომპანია? რატომ მოგიხდათ თქვენ ჩამოსვლა თბილისში ხელისუფლებასთან სასაუბროთ? ეს ის ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოების ნაწილი არალეგიტიმურ ხელისუფლებას უწოდებს, თუმცა თქვენ მაინც მიხვედით მათთან, იმიტომ რომ მიგაჩნიათ, რომ ამ პროცესში რაკეღა მათ აქვთ ამბიცია, რომ არიან ხელისუფლება, მოგიგვარონ პრობლემები. დიახ. ანუ ხელფასის დაგვიანება ზოგადად იანვრის თვეშიც იყო, დეკემბერშიც იყო. ჩვენ მივედით 23 იანვარს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მერიასთან და გავაცანით ჩვენი მდგომარეობა, ჭიათურის გასაჭირი, თუ გაგრძელდებოდა ხელფასების დაგვიანება, საბანკო პრობლემები შეექმნებოდათ მოქალაქეებს და ძალიან კომუნალური გადახდებზე შეექმნებოდათ პრობლემები. მიუხედავად ჩვენი წინასწარი გაფრთხილებისა, ჩვენი პროგნოზებისა, ყურად არიღეს ჩვენი თხოვნები, რომ შეგვახვედრონ მთავრობის იმ წარმომადგენლებს, ვისაც შეუძლიათ ამ პრობლემის გადაწყვეტა. როგორ გესახება თქვენ ხელისუფლების ჩართულობა პროცესში? ეს საინტერესოა, ხომ? ეს რომ მომიყვეთ, რახან არ გპასუხობთ კომპანია, რახან მათგან ამ კუთვნილი ხელფასის 60%-ის გადახდის იმედი არ გაქვთ, რა უნდა გააკეთოს იმ შენობაში მყოფმა ხალხმა, რომელთანაც მაგალითად დღეს მიხვდით? დიახ, 28 თებერვალს უკვე გაჭირვებული ადამიანები გამოვიდნენ გარეთ და გამართეს საპროტესტო აქციები. ჩვენ კომპანიასთან აღარანაირი ურთიერთობა არ გვაქვს მისი არაერთი მაქინაციებისა და მოტყუების მცდელობისა. პირდაპირ ვავალდებულებთ მთავრობას. კიდევ ერთხელ მინდა განმარტო, რომ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში ვინ არის, არსებულ ხელისუფლებას ვავალდებულებთ, აიღოს პასუხისმგებლობა, გაუშვას კომპანია ჭიათურიდან და ზოგადად საქართველოსდან, აიღოს ლიცენზიის უფლება და აიღოს პასუხისმგებლობა ჭიათურ მანგანუმის მართვაზე, რა თქმა უნდა, მაღაროელებთან ერთად, იმ ინჟინერ ტექნიკურ პერსონალთან ერთად, რომელმაც იციან ჩვენი შიდა საქმეები, მაღაროს საქმეები. ტარიელ, როდის გაჩნდა უნდობლობა თქვენსა და კომპანიას შორის? ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ახლა გაჩნდა, როდესაც კუთვნილი ხელფასი არ ირიცხება, თუ ეს დაგროვილი უკმაყოფილებაა, რომელიც რაღაცნაირად პიკურ მდგომარეობაში ახლა, იმიტომ რომ
კომპანია ფაქტობრივად გეუბნებათ, რომ თქვენ თავს მიხედოთ, ხო? ამ ქალაქის მოსახლეობას, რომლის არ ვიცი რამდენი პროცენტი ზუსტად ახლა ამ წუთში რომ თქვა, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ მაღაროს მოქმედებაზე, მაღაროდან შემოსავალზე არის მთლიანად დამოკიდებული. მოკლედ 15 წელია რაც ამ წარმოებაში ვარ და არაერთი პროტესტი მინახავს, მონაწილეობაც მიმიღია, გამოყვები 2019 წლის შემდეგ, უშუალოდ სადაც მიმიღია მონაწილეობა, ყოველთვის იყო კომპანიის მხრიდან და მათ შორის მთავრობის მხრიდან შუამდგომლობა, რომ ეს დაპირებები დროში გაწერილი ყოფილიყო და შესრულებული ყოფილიყო, თუმცა 2019 წელშიც და 2023 წელსაც ეს დაპირებები, რომელიც დაიდო, არ შესრულდა, ამიტომ უცხადებთ უნდობლობას კომპანიას და პირდაპირ ვაგისრებთ ვალდებულებას მთავრობას ეს ჩვენი მოთხოვნები აუცილებლად შესრულდეს. ამასთანავე არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. პირველ პლანზე გადმოინაცვლა იმ მოთხოვნა, რომ აუცილებლად დარიგდეს დაგვიანებული ხელფასები, ასევე მოგვარდეს საბანკო პრობლემები, რომელიც ესე კრიზისულ მდგომარეობაში აღარ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები, როგორ ფიქრობთ თქვენ? 2 თვის ხელფასი დღესვე რომ ჩაირიცხოს, ალბათ საბანკო პრობლემების მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს, ხომ? რას თავაზობთ თქვენ საამისოდ? რა იდეა გაქვთ? მე ვფიქრობ, სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს რაღაც კონკრეტული სარეზერვო ბიუჯეტი, არის სხვადასხვა ვერსიები, მე ვერ დავერყნობი და ვერ ვიტყვი. თუ საიდან შეიძლება გამოთავისუფლდეს ეს თანხები, ამბობენ საპენსიო ფონდს, ამბობენ დავალიანებას ქართულ ფონდსა და ჯორჯიან მანგანეს შორის და ასე შემდეგ. მოკლედ, თანხები შესაძლებელია იყოს მოძიებული, თავარია სახელმწიფომ ინებოს კეთილი და სახელმწიფომ გადაგიხადოთ. ვალი, ასე საბანკო მომცველი. ან კომპანიას დაავალდებულოს, ან თვითონ გადაიხადოს. რადგან კომპანია ამდენად ავიწროვებს მის მოქალაქეს, გამოიყენოს შესაბამისი ზომები. უკვე წლებია, რაც მსგავსი ხდება ჭიათურაში. ეს ამდენად რეალისტურია, ცოტა ძნელი სათქმელია ახლა. თუმცა რაც ყველაზე რეალისტურია საკუთარი ნამუშევრის 60%-ის ჩარიცხვა, ალბათ ეს უნდა იყოს კომპანიის ნომერი პირველი ამოცანა. ახლა მე მაინტერესებს კითხოთ, რახან დიდი ხანია ამ პროტესტში ხართ ჩართული. თქვენი ვარაუდით რა კავშირია კომპანიასა და მთავრობას შორის? არაოფიციალური ინფორმაციებით ძალიან დიდი კავშირები აქვთ. კონკრეტულად რაც შეეხება ოფიციალურს, რაცაც ჩვენ ხედავთ, ეს არის სპეციალური მმართველი, რომელიც 2017 წლიდან ეკოლოგიურ საკითხებში იმყოფება ჭიათურაში, მაგრამ 2017 წლიდან დღემდე ჭიათურას უფრო მეტად დანგრეული და გადათხილი პერიფერიების სოფლები უნახავს ჭიათურის, რომელიც უკანონოდ ხდება მარგანუმის მოპოვება ღია კარიერული წესით. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ის რაც ხდება ახლა ჭიათურაში ამ კონკრეტული კომპანიის ჯორჯიან მანგანეზის მხრიდან მეტნაკლებად შეიძლება იყოს ვიზირებული მოქმედი დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. ყოველ შემთხვევაში რახან ეს ხდება ქვეყანაში, ეს ვერ უნდა იყოს რაღაცნაირად განცალკევებული პროცესი, რახან აი მთელ ამ ჯაჭვში სულ ფიგურირებდა რაღაცა ტიპის კავშირი, ხო, როგორც თქვენ თქვით, როგორც მოკლეულიც არის და როგორც თქვენც გაქვთ აღქმა ამ ყველაფრის. დიახ, ჩემი ვარაუდია პირადი, რომ რაღაც კავშირები თუნდაც სამეურვეო საბჭოში და არის კიდევ ბევრი ადამიანები, რომელიც ალბათ გამიჭირდება ჩამოთვლა, ვინც პირდაპირ ან ირიბი წესით არის ჩართული ამ კომპანიაში. ამიტომ ჩვენ არ გვინდა იყოს ირიბად ჩართული, ვალდებულება ეკისროს, როგორც სახელმწიფოს და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც არის. ასაგები. ვინ არის კონკრეტული პირი, ვინც ახლა თქვენს წინაშე არის ვალდებული, ანგარიშვალდებული და ეს არ არის რაღაცა კომპანია, ცალკე მყოფი, ცალკე სადღაც არსებული, რომელსაც არ წარმოადგენენ ადამიანები, ხომ? აი ვინ არის ის პირველი პირი, ვისთანაც თქვენ გაქვთ პრეტენზია? ეს არის ზოგადად პრემიერ-მინისტრი და ეს არის ეკონომიკის სამინისტრო, ვისთანაც ჩვენ გვაქვს კითხვები, ვისთანაც ჩვენ ვითხოვთ შეხვედრას უკვე 25 დღეა, რომ გავაცნოთ ჩვენი პირობებიც, მდგომარეობაც, მოგეხსენებათ პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა თუ არ ვცდები
პირველ არხზე, საზოგადოებრივ მოუწყობელზე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მან არ იცოდა ინფორმაცია რა ხდება ჭიათურაში, ან პირდაპირ აჟღერებდა კომპანიის ინტერესებს. ცოტა უცნაურია, მაგრამ ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ამიტომ აუცილებელია დავსხდეთ და ვესაუბროთ და კიდევ ერთ დავამატებ, თუ შეიძლება არის საუბარი სამმხრივი კომისია რომ შეიქმნას, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს რა პრობლემებია ჭიათურაში და რა არის გამოსავლის გზები. მე მინდა ვთხოვო ყველას თქვენი ეთერითაც, რომ ჩვენი მხარე არ არის გაერთიანებული პროფკავშირები. მუშათა მხარე არ არის, რადგან პროფკავშირებმა არაერთჯერ მოატყუეს და არაერთჯერ გააწმილეს შრომელი ადამიანები. 25 დღის განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ ჰქონდათ ჩვენთან, არანაირი დახმარება არ აღმოუჩენიათ და ადრეც ესე აკეთებდნენ ყოველთვის. რას გეგმავთ? აი ეს არის ყველაზე ამიტომ ჩვენი კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ სამმხრივ კომისიურ რეჟიმში უნდა ჩავგსვას მთავრობამ, მოგვისმინოს რას ვამბობთ და რა არის ჩვენი მოთხოვნები, რა არის ჩვენი გეგმები. 25 დღე თუ არ მოგისმინათ, ახლა რამ უნდა აიძულოს ისინი, რომ მოგისმინოთ? უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა ბერკეტები, თუნდაც დღევანდელი ჩამოსვლაც თბილისში ერთ-ერთი ასეთი ბერკეტია. ვცდილობთ სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე მივიდეთ, ვიხმაუროთ, გავაპროტესტოთ, მივიტანოთ ჩვენი გაჭირვება, ჭიათურის გაჭირვება სხვადასხვა ობიექტებზე. ამას გავივლით დეტალებში და ხვალიდან უკვე იქნება ცნობილი თუ სად იქნება ეს ადგილები. პარალელურ რეჟიმში არის პროტესტი ყოველდღიურად ჭიათურაშიც, გვაქვს საზღვრებზე კონტროლი, რომ არ გავიდეს მანგანუმი ჭიათურის ფარგლებს გარეთ. და რა ვიცი, თუ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და ამ ეკონომიკის შემადგენელი შრომა გვაქვს ჩადებული, ვალდებულია, პირდაპირ არის ვალდებული მთავრობა, რომ დაჯდეს, მოგვისმინოს და გამოსავალი გზები ერთად იყოს და იქნას დასახული.